ხობით 25 წუთია, რაც მთავრობის ადმინისტრაციაში ეგრეთ წოდებული ფასების კომისიის ხდომა მიმდინარეობს. ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე ბიზნესმენი, კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც ისარგებლა მთავრობის ადმინისტრაციაში შესასვლელად სწორედ ამ შესასვლელიდან, თუმცა არ ვიცით ვისულ ჯგუფიდან რომელი ბიზნესმენია წარმოდგენილი, ვასილ ხორავა, რომელიც ფასების კომისიაზე ერთხელ უკვე იმყოფებოდა, ოღონდ ამ შემთხვევაში იყო ხორავა როგორც სუპერმარკეტების ქსელის წარმომადგენელი, რომელიც ვისულ ჯგუფს აქვს, თუმცა ახლა ხორავა ესწრება თუ მაგალითად სოსო ფხაკაძე ჩვენთვის უცნობია, რადგან მას ამ შესასვლელით არ უსარგებლია და გავიგებთ, ვინ არის ვისოლ ჯგუფიდან ეგრეთ წოდებული ფასების კომისიაზე მას შემდეგ, რაც მთავრობის ადმინისტრაცია სავარაუდოდ კადრებს შეხვედრისას გაასაჯაროვებს. დანარჩენი კომპანიების წარმომადგენლები, ვინც შევიდნენ სხვა სექტორების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, წინასწარ არ საუბრობენ ამ სფეროში არსებობს თუ არა საწვავის კლების შესაძლებლობა, ამბობენ, რომ ყველაფერი გაირკვევა იმ წინადადებების მოსმენის შემდეგ, რასაც მთავრობის გუნდიდან მოისმენენ. ერთადერთი, ვინც ყველაფერზე თანახმარის და მზად არის, რომ ყველაფერს დასთანხმდეს, რასაც კობახიძის გუნდი იტყვის, ეს არის ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე. ეხლა ეს არის კონსულტაციების პირველი ეტაპი, გავივლით კონსულტაციებს საკოორდინაციო კომისიასთან და მოგვიანებით მოგახსენებთ ჯგუფს. არსებობს შესაძლებლობა, რომ მაგალითად რამდენიმე თეთრი ჩემცირდეს საწვავის გასაგებად. ნახოთ, გავივლით კონსულტაციას. ბიზნესია დამოკიდებული და მაგალითად დასრულების შემდეგ უფრო დეტალურად მოგახსენებთ. ნახე წინადადებით შედიხართ. როგორ იქნება, რა გამოსავალი იქნება, აი ამას განსაზღვრავთ. ჩვენ ხო დამოკიდებული ვართ ყიდვაზე და გაყიდვაზე. ანუ ჩვენი სექტორი მთლიანობაში არის დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქტზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვიცით იმ დღეს რა იქნება. ჩვენ არ ვიცით პლაცების ფასები რა იქნება იმ დღეს. ამიტომ მოვლენებს წინ გავასწრებთ. აქციზის გამოკლება ვის უნდა მოაკლდეს? აქციზი ხომ მოაკლდება სახელმწიფოს, მის სოციალურ ინსტიტუტებს. ამიტომ აქციზის გამოკლება გამოსავალი მაინც და მაინც დიდი არ არის. მე რა რო ხალხი იხდის მო სამაგეროთ ის აფინანსებს ალბათ და ეხლა ჩვენ გვეტყვიან ასე მოიქცევით ასე გაგვიწერენ ასეთ კანონს ვალდებული ვართ და მორჩილოთ არსებულ კანონს. რასაკვირველია, თავდაპირველად გვინდა რომ პრემიერს მოვუსმინოთ. იქ განვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს და შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს. მოლოდინი რა არის? ფასების შემცირება. რესურსი თუ არსებობს, რომ ფასები შემცირდეს. ყველა წინადადებით შეხავთ, რასელოდებით. არსებობს შანსი და შესაძლებლობა ფასების დაწევის. ნავთობ იმპორტიორებსაც მოსთხოვენ თუ არა მოგების მარჟის შემცირებას, ეს ჯერჯერობით არ ვიცით, სავარაუდოდ გაირკვევა მას მერე, რაც კომპანიების წარმომადგენლები დატოვებენ შენობას და მთავრობის ადმინისტრაცია სავარაუდოდ ისევ ჩაწერილ კომენტარებს გაავრცელებს.